ირანს სჯეროდა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა კოზირი მის ხელში იყო. დიახ, სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ სწრაფი ნავები ირანს სრუტეში უპირატესობას აძლევდა. ახლა კი აღარ. აშშ-მა ირანში გაგზავნა რაღაც, რაც ომს სწრაფად შეცვლის და ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება. ეს ირანის ყველაზე საშინელი კოშმარია. ერთადერთი, რასაც რეჟიმი არასდროს ელოდა, არის ის, რომ შესაძლოა აშშ-ის ჯარები ირანში შესასვლელად ემზადებიან. 14 მარტს რამდენიმე მედია, მათ შორის BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ირანს დამატებით გემებს აგზავნის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან საზღვაო ძალების ზრდა ირანის ტერიტორიაზე მეტ დარტყმას ნიშნავს. ბოლო კვირებში ამერიკის ავიამზიდების განლაგება ვნახით, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებული. ირანისკენ მიმავალ გემებს ხელმძღვანელობს USS ტრიპოლი, ამფიბიური შეტევის ხომალდი, რომელიც ასევე ელიტური ამერიკული საზღვაო ქვექვეითების ექსპედიციური დანაყოფის შუა აღმოსავლეთში გადაყვანას უზრუნველყოფს. ეს მნიშვნელოვანია. ამფიბიური ხომალდები და ექსპედიციური დანაყოფები აჩვენებს, რომ აშშ ემზადება სახმელეთო ძალების შეყვანისთვის. მოგვიანებით ვიდეოში აგეხსნით, რატომ შეიძლება ასე იყოს, ან არა. გაგზავნილ ჯგუფთან დაკავშირებით The War Zone, ანუ TWZ, დამატებით დეტალებს გვაწვდის. მაშინ ნათქვამია, რომ ხომალდების ბოლო ჯგუფი ზღვაში მას შემდეგ გავიდა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ პირდაპირ ნებართვა მიიღო აშშ-ის ომის მდივნისგან, ფით ჰეგზეთისგან, მათი გაგზავნის შესახებ. გამოცემის ცნობით, ირანისკენ მიემართება ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი, ანუ ARG, რომელსაც მიმაგრებული აქვს საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი. ARG-ში როგორც წესი შედის სადესანტო ხომალდი, 2 სატრანსპორტო დოკი და დამხმარე გემი, რომელსაც გადახავს საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, ანუ MEU, სულ მცირე 2200 საზღვაო ქვეითით. და შესაძლებელია, რომ მათ კიდევ მეტი საზღვაო ქვეითი ხავდეთ. New York Times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში იგზავნება დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი და ასახელებს გაგზავნილ დანაყოფს 31 საზღვაო ექსპედიციურ დანაყოფს. ამჟამად USS ტრიპოლი და მის ხელმძღვანელობაში მყოფი გემები თავიანთი ჩვეული ბაზიდან იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში მიემართებიან. ასევე აღნიშნავთ, რომ ამ გემებზე მყოფი საზღვაო ქვეითები და მეზღვაურები რაღაცისთვის ემზადებიან. 13 მარტს აშშ-ის ინდოწყნარი ოკეანის სადლობამ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ USS ტრიპოლიზე მეზღვაურები წინა დღეს საბრძოლო სროლების წვრთნას ატარებდნენ. წვრთნის დროის დამთხევა შემთხვევით არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩენდნენ და შესაძლოა ასეც იყო. 12 მარტს წვრთნა მიმდინარეობდა. 2 დღის შემდეგ შეითქვეს, რომ USS ტრიპოლი ახლო აღმოსავლეთისკენ მიდიოდა. და აქედან ირანის რეჟიმისთვის ყველაფერი მართლაც რთულად ვითარდება. ეს ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი და ექსპედიციური დანაყოფი შესაძლოა რამდენიმედან პირველი იყოს. იანელისმა X-ის პოსტში განაცხადა, რომ აშშ-ის წყნარ ოკეანეში სხვა ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფები და ოპერატიული ჯგუფები ხავს, რომლებიც ირანში შეიძლება გაგზავნან. მათ შორისაა ოპერატიული ჯგუფი ეშლანდი, რომელიც ამჟამად ტაილანდშია განთავსებული, და USS არლინგტონი, რომელიც კიდევ ერთი ამფიბიური საბრძოლო ხომალდია და პირველ მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ნორფოლკიდან მრავალჯერად დატვირთვის ოპერაციებს ატარებდა, გარშემორტყმული შეიარაღებული უსაფრთხოების ნავებით. შეიძლებოდა ეს ირანში გაგზავნისთვის მომზადების წვრთნა ყოფილიყო? ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეს წვრთნები როგორც ჩანს, იმ პირობების სიმულაციას წარმოადგენს, რომლებსაც ხომალდი ჰორმუზის სრუტეში წააწყლებოდა. დაიმახსოვრეთ ეს სანაოსნო გზა, რადგან რამდენიმე წუთში მას ისევ დაუბრუნდებით. მაგრამ იმ ამოცანათა ჯგუფისა და საბრძოლო ხომალდის გარდა, რომლებიც ახლახან ვახსენეთ, იანელისი ამატებს, რომ არსებობს 3 ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი: ივო-ჯიმა, ფოქსერი და კივსაჯი, რომლებიც ისეთ პოზიციებზე არიან, რომ აშშ-ის მოხმობის შემთხვევაში შეუძლიათ შეუერთდნენ USS ტრიპოლის და მის ჯგუფს. აქ შეიძლება საზღვაო ქვეითების ძალიან მასშტაბური განლაგების დასაწყისი ვიხილოთ. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ USS ტრიპოლი და მისი დამხმარე ხომალდებიც კი მიანიშნებენ ირანს, რომ აშშ-ის პოზიცია ომში მალე შეიცვლება. ცვლილება მყისიერი არ იქნება. ღია წყაროების სადაზორო განახლების მიხედვით, რომელიც MT Anderson-მა X-ზე გააზიარა, USS ტრიპოლი ძალიან დიდი სიჩქარით მიემართება ახლო აღმოსავლეთისკენ. ეს შეიძლება სატელიტური ფოტოებითაც დავადგინოთ, რომლებიც აჩვენებს, რომ ხომალდის კვალი იმდენად დიდია, რომ მიუთითებს, იგი მთელი ძალით მიიჩქარის ახლო აღმოსავლეთისკენ. თუმცა ასეთი მაღალი სიჩქარის მიუხედავადაც კი ხომალდს და მის ჯგუფს მაინც მოუწევთ ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა იმ ადგილიდან, სადაც ისინი განთავსებულნი არიან უაით ბიჩში, რომელიც ოკინავაში, იაპონიაში მდებარეობს. სამხედრო ხომალდი 12 მარტს შენიშნეს ბაშის სრუტესთან, რომელიც ტაივანსა და ფილიპინებს შორის მდებარეობს და შესაძლოა კიდევ 1 ან 2 კვირა დასჭირდეს, სანამ ახლო აღმოსავლეთში ჩავა. მაგრამ ეს მთავარს არ ცვლის. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითებს და სადესანტო ხომალდებს აგზავნის. ეს ირანის ყველაზე ცუდი კოშმარია, განსაკუთრებით იმ ბერგეთის გათვალისწინებით, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტეში აქვს. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უნდა განვიხილოთ, რა არის საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, რადგან ეს მიგვანიშნებს აშშ-ის გეგმებზე ამ განლაგებით. ამ ტიპის დანაყოფები ყველაზე მრავალფხევია აშშ-ში შეიარაღებულ ძალებში და New York Times-ის თქმით, მათ ხშირად ამერიკის 9-1-1-ის ძალებს უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ეს ის დანაყოფებია, რომლებსაც იძახებენ, როცა სასწრაფო პრობლემა უნდა გადაწყდეს. საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფები გამოიყენებოდა ყველაფრისთვის. მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლით დაწყებული მსხვილი ოპერაციების დროს ადგილზე პირველად გადასტომით დამთავრებული, როგორც ეს 2001 წელს ავღანეთის ომის დროს მოხდა.
ეს არის თვითგმარი და სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც ისეა სტრუქტურირებული, რომ უზრუნველყოფენ საჰაერო, სახმელეთო და ლოგისტიკურ ელემენტებს, რომლებიც 4 ჯგუფად იყოფა. პირველი არის სარდლობის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს დანაყოფის შტაბს და უზრუნველყოფს მხარდაჭერას განლაგებული ძალებისთვის. სახმელეთო საბრძოლო ელემენტი წარმოადგენს საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფის ყველაზე ძლიერ ძალას, საბრძოლო შესაძლებლობის თვალსაზრისით. ეს ელემენტი ჩვეულებრივ მოიცავს საზღვაო ქვეითთა ბატალიონს артиლერიის მხარდაჭერით, სადაზვერო საშუალებებით, ინჟინერებით და ამფიბია მანქანებით მტრის ტერიტორიაზე დესანტის გადასასხმელად. თუ ავიაციის საბრძოლო ელემენტსაც დავამატებთ, საჰაერო ძალაც ემატება ამ შემადგენლობას. საშუალო ვერტმფრენების ესკადრილია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენებს მოიცავს, ამ ელემენტის ნაწილია. საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფმა ოპერაციის ზონაში შეიძლება საბრძოლო თვითმფრინავები, შეტევითი ვერტმფრენები, საჰაერო თავდაცვის ჯგუფი და სხვა საჰაერო საშუალებები შეიყვანოს ადგილზე მყოფი ჯარისკაცების მხარდასაჭერად. აშებობს ლოგისტიკური საბრძოლო ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტს, მარაგებს, აღჭურვილობას, ტექნიკურ და სამედიცინო მომსახურებას. ეს არ ეხება მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში. ეს ელიტური საზღვაო ქვეითთა დანაყოფია, რომელიც ამფიბიური შეტევის დიდ ჯგუფს ეკუთვნის და აშშ-ს პოზიციის ცვლილებას ასახავს. ამ ცვლილების გავლენა ყველაზე მძაფრად ჰორმუზის სრუტეში იგრძნობა. ირანი ქაოსს ქმნის ჰორმუზის სრუტეში და ნათელია თუ რატომ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ხმელეთზე სრულად განადგურებულია, ირანმა მაინც შეძლო ჰორმუზის სრუტეზე ფოკუსირების შენარჩუნება. ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის, ანუ IRGC-ის მიერ მართული სწრაფი ნავები და ირანიდან გაშვებული დრონები ესხმიან თავს კომერციულ გემებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტს. ეს წყლის სავალია 31 მილის სიგანის შესასვლელითა და გამოსასვლელით, რაც ირანის ნავებს პატრულირების საშუალებას აძლევს. და ეს სრუტე გადამწყვეტ როლს ასრულებს ყოველდღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვაში 2025 წლის მდგომარეობით. ირანის ქმედებების სრუტეში, რომელმაც წყლის გზა თითქმის მთლიანად დახურა, თუ არ ჩათვლით იმ რამდენიმე გემს, რომელიც მის გადაკვეთას ბედავს, გლობალურ ეკონომიკას უქმნის საფრთხეს. CBS News-ის 15 მარტის ცნობით ირანის სრუტეს კრიტიკულ წერტილად აქცევს, კომერციულ გემებს სამიზნედ ირჩევს და ამით ნავთობის ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც წყარო აღნიშნავს, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაბრუნება ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიისგან, რომელმაც 12 მარტის მდგომარეობით მინიმუმ 16 კომერციულ გემს შეუტია. 8 ადამიანი დაიღუპა და 1 დაკარგულია. TWZ-ის ცნობით მარტის დასაწყისში სრუტე მხოლოდ 67 გემა გადაკვეთა. საგულისხმოა, რომ 2025 წლის იმავე პერიოდში ჰორმუზის სრუტე 1229 ჯერ გადაკვეთეს. ახლა ეს მხოლოდ მე-16 ნაწილია იმ ტრაფიკისა, რაც უნდა იყოს. ეს ირანის პერკეტია. ეს თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ირანს და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს ჰორმუზის სრუტეში გავლენა ექნებათ. საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური ძალების მისვლა სრუტეში პოზიციის ცვლილებაა, რაც აჩვენებს, რომ ირანის ომი ახალ ფაზაშია, მას შემდეგ რაც აშშ-მა საჰაერო თავდასხმებით ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ამ დანაყოფის გამოჩენა ყველაფერს ცვლის. ეს არის მილიტარი შოუ და სრულ სურათს გაჩვენებთ და არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ ახი, რომ მოვლენების ეპიცენტრში იყოთ. ასე რომ, პოზიციის ცვლილება. USS 12 ტრიპოლის და 2500-მდე საზღვაო ქვეითის ჩამოსვლა რეგიონში განლაგებულ სამხედრო მეთაურებს ჰორმუზის სრუტეში სხვადასხვა სახის უსაფრთხოების მისიის შესრულების საშუალებას აძლევს. ამ მისიებში შეიძლება იყოს დაზარალებული კომერციული გემებიდან მგზავრების ევაკუაცია, ან აშშ-ში სახმელეთო ძალების შეყვანის შემთხვევაში შეზღუდული ოპერაციები პორტებსა და იმ ადგილებზე, საიდანაც ირანის სრუტეში სწრაფ შემტევ ნავებს აგზავნის. 31 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, რომელიც ახლა შუა აღმოსავლეთში მიემართება, ამერიკის ინდოწონარი ოკეანის ძალებშია. აშშ-ში ხელახლა ანაწილებს მნიშვნელოვან რესურსებს, თუნდაც სავარაუდოდ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც აშკარა სიგნალია, რომ მზად არის ინდოწონარი ოკეანის რეგიონში საკუთარი პოზიციების შესუსტების ფასად გააძლიეროს თავისი პოზიცია ირანში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ არ აპირებს უკან დაიხიოს ჰორმუზის სრუტეში ირანის ქმედებებისგან. ის კიდევ მეტ ძალას აგზავნის ახლო აღმოსავლეთში. ეს ხდება 2 კვირის შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა. Gulf News აღნიშნავს, რომ ეს პენტაგონს საშუალებას მისცემს რეიდები განახორციელოს სპარსეთის ყურეში და მის გარშემო მდებარე იმ კუნძულებზე, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია ჰორმუზის სრუტის სტრატეგიისთვის ეყრდნობა. ასე რომ, რასაც შეიძლება ვიხილოთ არის ის, რომ 31 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი დაარტყამს რაკეტების ბატარეებსა და დრონების გაშვების ადგილებს ამ კუნძულებზე. ასევე გაანადგურებენ ირანის ნაღმების ჩაყრის დარჩენილ შესაძლებლობებს, რადგან აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკამ უკვე გაანადგურა ირანის 16 ნაღმჩამყრელი ხომალდი. როგორც უკვე ვთქვით, საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს არჩევანს აძლევს. ჰეგზეთის თქმით, გეგმა არსებობს, თუმცა აშშ-ს კონკრეტულად არ გაუმხილებია, რა შეიძლება იყოს ის.
13 მარტის პრესკონფერენციაზე ჰეგზეთმა თქვა, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებას მხოლოდ ირანის მხრიდან გემებზე სროლა უშლის ხელს. თუ ეს არ მოხდება, სრუტე ღია. შეიძლება ეს აშკარა განცხადებაა, მაგრამ ეს ასევე გვაძლევს მინიშნებას, რა ხდება აშშ-ის ომის მდივნის გონებაში. ჰეგზეთი ამბობს, რომ აშშ-ში უკვე ებრძვის ირანის თავდასხმებს გემებზე, ხოლო TWZ აღნიშნავს, რომ აშშ-ში არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტის სადაო ზონად დარჩენას. ანუ აშშ-ის გეგმა აქვს. კითხვა მარტივია. რა არის გეგმა? სახმელეთო ჯარების ჩართვის ალბათობა იზრდება. ამიტომ დარჩით ჩვენთან, რათა განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის. თუმცა შესაძლოა სწორედ ის მრავალფეროვნება და მოქნილობა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, იყოს ის, რაც ჰეგზეთს აქვს მხედველობაში. საზღვაო კრეიტთა დანაყოფი შეიძლება გამოყენდეს ამერიკის საჰაერო ოპერაციების მხარდასაჭერად ირანის წინააღმდეგ. TWZ-მა განაცხადა, რომ ამ დანაყოფებს შეუძლიათ დამატებითი თვითმფრინავების, მათ შორის F-35-ების უზრუნველყოფა მისიის შესასრულებლად. ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება ეს ირანის მატერიკზე თუ ზღვაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აშშ-ში შეიძლება გეგმავდეს გამანადგურებელი თვითმფრინავების ჰორმუზის სრუტის თავზე აფრენას ირანულ ნავებსა და დრონებზე სროლისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით USS Tripoli აშენებულია სწორედ ასეთი მიზნებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია F-35 Lightning-ის მატარებლადაც კი გადაიქცეს. შეიძლება ეს არის გეგმაც. 31 საზღვაო კრეიტთა ექსპედიციური დანაყოფის ახლო აღმოსავლეთში ჩასვლით აშშ-ში ჰორმუზის სრუტეში ავიამზიდის მსგავსი ძალის შეყვანას ცდილობს. ავიამზიდების ყურადღების გადატანის გარეშე, რომლებიც რეგიონშია. დაამატეთ თავად საზღვაო კრეიტები, რომლებიც ატარებენ კრიზისულ მისიებს, მაგალითად კომერციული გემების ძებნა გადარჩენას, რომლებზეც ირანი ახორციელებს თავდასხმებს. და მივირებთ იმას, რომ სრუტის გადაკვეთის მსურველ გემებს ფაქტობრივად ესკორტი გაეწევათ. ეს დიდი ესკორტი არ არის, მაგრამ ჰორმუზის სრუტის საფრთხეებზე სწრაფ პასუხს უზრუნველყოფს. კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ აშშ-მ შეიძლება გამოიყენოს თავისი საზღვაო კრეიტები და ამფიბიური შეტევითი ნავები სპარსეთის ყურეში და მის გარშემო კუნძულებზე თავდასხმისთვის. მსგავსი რამ უკვე ვნახეთ, როცა დაბომბეს Wall Street Journal's tweet ირანის ყველაზე სტრატეგიული ეკონომიკური აქტივი, კარგის კუნძული. ირანის ნავთობის ექსპორტის 80%-ის გასაშვებად გამოყენებული ეს კუნძული ფაქტობრივად გაფრთხილების გასროლით დაარღვეს. აშშ-მ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანის ნავთობის ძირითადი რესურსები ხელუხლებელი დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში გადახედავს ირანის ნავთობის ხელუხლებლად დატოვების გადაწყვეტილებას, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს იტყვის. შეიძლება საზღვაო კრეიტები და ამფიბიური ხომალდები ახლო აღმოსავლეთში მუქარის გასაძლიერებლად მიდიოდნენ. ეს შესაძლებელია. ირანს ფარსის ყურეში 30-ზე მეტი კუნძული აქვს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეა ღია ვიზიტორებისთვის. ადრე ვახსენეთ, რომ ამფიბიური დესანტი ამ კუნძულებზე შეიძლება აშშ-ს მისცეს შესაძლებლობა აიღოს კონტროლი იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სავარაუდოდ ირანის სწრაფი ნავებისა და დრონების გაშვების წერტილებად გამოიყენება. ამ კონტროლთან ერთად ირანის გავლენა, რომელიც ჰორმუზის სრუტის მეშვეობით აქვს, თანდათან შემცირდება. აშშ-ში ალბათ ემზადება ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის და მნიშვნელოვან კუნძულების დასაკავებლად დასუსტებული ირანის რეჟიმის ცხვირწი. ამასთან ერთად აშშ განაგრძობს ირანზე საჰაერო დარტყმებს და კარგის კუნძულზე სამმალო თავდასხმების მუდმივ საფრთხეს შეუქმნის ირანის რეჟიმს. ბოლოს არსებობს სახმელეთო ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ მარტის დასაწყისში აშშ ამასთან ახლოსაც არ იყო. ადრე ვთქვით, რომ საზღვაო კრეიტთა მე-15 ექსპედიციური დანაყოფი იყო პირველი კონვენციური ამერიკული ძალა, რომელიც 2001 წელს ავღანეთში სახმელეთო ოპერაციაში ჩაერთო. ეს ის ფაქტია, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება ახლა, როცა მსგავსი დანაყოფი ირანის მიმართულებით მიემართება. ისტორია მაჩვენა, რომ საზღვაო კრეიტთა ექსპედიციური დანაყოფები ადრე მასშტაბური სახმელეთო შეტევების ავანგარდში იყვნენ. ბლუმბერგის თქმით, ტრამპი კვლავ განხილავს სახმელეთო ძალების შეყვანას, რაც ამერიკელი ჯარისკაცებისთვის საფრთხეს და მხარდამჭერებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს შესაძლებლობა იზრდება და თუ აშშ ჯარს ირანში გაგზავნის, რამდენიმე აშკარა ობიექტი შეიძლება მიზანში ამოიღონ. ხარგის კუნძულის და სხვა რამდენიმე კუნძულის დაკავება ყველაზე აშკარა სამიზნეა იმ მიზეზების გამო, რომლებიც ადრე ვახსენეთ. ბლუმბერგი ამატებს, რომ აშშ შეიძლება სურდეს კონტროლის მოპოვება იმ დიდი რაოდენობის გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ირანის ხელშია. ეს ის სამიზნეა, რომელსაც აშშ და ისრაელი დაესხნენ ივნისში, ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, ხოლო ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს B2 ბომბდამშენებმა მასიური გამჭოლი ბომბები გამოიყენეს ირანის მიწისქვეშა ობიექტებზე. ირანში ასეთი ობიექტების გამოყენების აღსაკვეთად საჭიროა ადგილზე ჯარისკაცების სრული კონტროლისთვის, რათა თავიდან აიცილოს ბინძური ბომბის სცენარი. არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, როგორც ბლუმბერგი ამბობს. მესამე მისია, CIA-სა და ისრაელის მოსადთან ერთად ირანში მცირე ჯგუფების გაგზავნა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან კავშირის დამყარება. წინააღმდეგობის მოძრაობის შესაქმნელად როგორც წყარო იუწყება. ამ იდეას სიგიჟე ჟღერს, მაგრამ ძალიან გავს იმას, რასაც აშშ ირანში რეჟიმის ცვლილებაზე ფიქრობს.
ირანის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული თავდაპირველი დათმების შემდეგ 28 თებერვალს ტრამპმა ირანის ხალხს მიმართა, როცა დავასრულებთ, აიღეთ მთავრობის მართვა საკუთარ ხელში. ის თქვენ გეკუთვნით, წერს New York Times-ი. თუმცა მას შემდეგ ტრამპმა ოდნავ უკან დაიხია ამ სიტყვები და დააღნიშნა, რომ ირანელი ხალხისთვის აჯანყება დივი მოთხოვნა. რევოლუციური გვარდიის წევრები ქუჩებში არიან და ესვრიან ირანის რეჟიმის პროტესტის მონაწილეებს. აშშ-ში მომავალში საკუთარ თავს ირანში ანტირეჟიმული მოძრაობის დამხმარედ აღიქვამს. 31 საზღვაო კრეითთა ექსპედიციური დანაყოფი ამ როლს შეასრულებს. ამ მიდგომას ბევრი რისკი ახლავს. მოსადისა და CIA-ს ირანში უნდა ჰყავდეთ სანდო კონტაქტები, რათა ანტირეჟიმული არმიის შექმნაში და აშშ-ის დახმარებით ოპერირებაში დაეხმარა. ამ სცენაში აშშ-ში შეიძლება გამოიყენოს 31 საზღვაო კრეითთა ექსპედიციური დანაყოფი მნიშვნელოვანი ობიექტების დასაკავებლად, მაგალითად ხარგის კუნძული. და უზრუნველყოს ირანის რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობის გაწვრთნა და შეიარაღება, რომლის მიზანიც კონტინენტურ ნაწილზე ირანის რეჟიმის დამხობა იქნება. აშშ-მ ირანის სამხედრო ძალის დიდი ნაწილი გაანადგურა. ორგანიზაციის ფულისა და იარაღის მხარდაჭერით წინააღმდეგობის მოძრაობა ირანის რევოლუციის შემდეგ საუკეთესო მდგომარეობაში იქნება მოქმედებისთვის. აშშ-ში საზღვაო კრეითებმა და სპეცდანაყოფებმა შეიძლება ძალთა ბალანსი რეჟიმის მოწინააღმდეგე რევოლუციონერების სასარგებლოდ შეცვალონ. ეს შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლენას დაკარგას და რეჟიმიც მალე დაემხობა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შორიდან ადევნებს თვალს. პუტინისთვის მოვლენები ასე არ უნდა განვითარებულიყო, რომელიც ირანს რუსეთის გავლენის გასაზრდელად იყენებდა ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ მოვლენები სწორედ ასე ვითარდება და ირანის რეჟიმის დაცემა სერიოზულ შედეგებს მოუტანს რუსეთის პრეზიდენტს. უყურეთ ჩვენს ვიდეოს და გაიგეთ, რა შედეგებზეა საუბარი. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი ანალიზი ირანში აშშ-ის ქმედებების შესახებ. მადლობა ყურებისთვის.